გარიბალდის თეატრის წინ მოედანზე გამოვისეირნეთ. აქ იყო ინციდენტი. ხეებს წაეკიდა თუ წაუკიდეს ცეცხლი არ ვიცი და მოკლედ ერთი ამბავი იყო და ჩააქრეს. თავარია რომ ჩააქრეს, მაგრამ უპს. მასიმოს თეატრისკენ გადმოვინაცვლეთ. რამით ყველაფერი კიდევ უფრო სხვანაირია. ხვალდილას დავიწყებთ თეატრო მასიმოს დათვალიერებით შიგნითაც უნდა შევიდეთ. მერე შევუდგებით პალერმოს მთავარი სანახაობების დათვალიერებას. ამაღამ არის დათოს დაბადების დღე და კაფეში შევიძინე უცებსად. დათოს საყვარელი სიცილიური დესერტი ვიყიდე კანოლო და პატარა კანდელინა მომწეს სამთელი. Una mattina mi sono svegliato, oh bella ciao, bella ciao, bella ciao, ciao, ciao. Una mattina mi sono svegliato e ho trovato la melodia. დავსეირნობ დავდივართ და არანჩინები წამოვიყოლეთ და ეხა სასმელებს ვიღებთ, აპეროლებს წავიყოლებთ და ასე ვივლით ჭამთა სამს. დილა დაიწყო განგაშით, ოღონდ არ ვიცით რა ხდება. დენი სინათლე გაითიშა, სხვა კორპუსებშიც გაითიშა და რამდენიმე სირენა თუ რა ვიცი რა არის, მოვალე სიგნალი ყვირო და ერთად. აი ეს რაღაც რა ხდება? დენი მოვიდა ისევ, ხმებიც გაითიშა. ანუ ყველაფერი კარგად არის იმედია. მოვაკითხე მასიმოს თეატრს, ეს არის მასიმო ვიტორიო ემანუელეს თეატრი, მაგრამ მასიმოს თეატრს უფრო ეძახიან და ეს არის ყველაზე დიდი თეატრი მთელ იტალიაში და ევროპაში პარიზის და ვენის თეატრების მერე არის უკვე ყველაზე დიდი. აი ზუსტად ამ ადგილას არის გადაღებული ნათლიის მესამე ნაწილი, კორლეონერო პრემიერაზეა ჩამოსული და მისი შვილი რო კიბეზე კვდება. აი ზუსტად ეს ადგილია. ეხლა მივდივარ რომ ბილეთები ვიყიდო და შევიდეთ შიგნით. სხვათა შორის თურმე არსებობს ლეგენდა მასიმოს თეატრზე. ეს თეატრი აშენდა 3 მონასტრის ადგილას და ერთი მონა ზონის სული, რომლის საფლავის განადგურდა დღემდე ამ კედლებში დადისო. თეატრის კუთხეში არის სალარო. ადრე გადახდა იყო, სალაროში მიდიოდი და იქ ხდიდი და ეხლა დაუმატებიათ ეს აპარატი, სადაც ფულს შეაცურებ და მორჩა ბილეთებს აქ გაძლევენ უკან. ბარათი და ციმათთან იხდი, მაგრამ თუ ქეშით კინა გადახდა, მოდიხარ შეაცურებ ფულს ამ აპარატში და მორჩა. მოკლედ აქ დამოუკიდებლად ვერ შეყავთ, მხოლოდ ტურებად შეყავთ კონკრეტული ინტერვალებით და უნდა შეუერთდე მთლიან მასას. არის სხვადასხვა ენაზე და 26 წლის ქვემოთ ბილეთი ეს 6 ევრო და 26 წლის ზემოთ უკვე 12 ევრო. 40 წუთი უნდა გაგრძელდეს მთლიანი ტური წესით. აი დავარქი ფილმის სცენაროა ნათლის მესამე ნაწილიდან. აი აქედან გამოდიან და ამ კიბეზე ხდება ეგ ყველაფერი. სამზადისია და ამიტომ შეგნით ვერ დავსხმებით.
ლეგენდარულ ახსენე, აი ამ ადგილას პირველი საფეხური რაც არის. ამ ადგილას ამბობენ, რომ მონაზონის სული რომელიც დახედიალოს ამ კედლებში, აი ამ პირველ საფეხურზე ებრძვის ხოლმე აქ გამლელებსო და ამიტომ დიდმაც გაგვაფრთხილა, რომ აქ ფრთხილად ადითო. ჰოპ. ყველაზე საინტერესო მოვლენა ხდება აი ამ დარბაზში. გამარჯობა. 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 მე ჩემი ხმა მაყრუებს. აი როგორი ექოა ეხლა რო ლაპარაკობენ. აი იგივე ტონით ეხლა რო ილაპარაკონ, აი აქ მე ვერ გავიგებ, ვერ გავიგებ და ვერც ჩემი გვერდზე მდგომი. და ამ თავარი ის არის, რომ როცა აქ მნიშვნელოვანი ხალხი იკრიბებოდა, თუ რამე ისეთი კონტაქტ სათქმელი, ვცდილობდნენ, რომ ასე ესაუბროთ მნიშვნელოვან საკითხებზე და მოკლედ ასე დაპროექტებული ეს ოთახი. კანოლო არ მიჭამია, სიცილიური დესერტია. ესე იგი თვითონ კანოლოები არის ძალიან სუპე. ამიტომ ავიღე პატარა პაწაწუნა ესეთი კანოლიკიო, პატარა ზომის კანოლო. თორე რა ვიცი, მე ძალიან მიჭირს თლიანი ჭამა, ძალიან სუპეა. საყვარელია. პეპლიანი სამეჯურიც გამოვაყოლებ არა. ლამაზი ბარათებია. ამას ავიღე, ამას შეიძლება, ამას ულამაზესია, ეს არის პალერმოს კათედრალი. დავიდეთ სახურავზე. აი აქედან უნდა იძრომიალოთ. მობრძანდით, აბა ვისაც კლაუსტროფობია გაქვთ, ის იამოვნებთ. აქ ამოსვლის გარეშე პალერმოდან წასვლა ჩემი აზრით უპატიებელია. იმიტომ რომ უზარმაზარი ხედი გაქვს მთელ პალერმოზე. საოცრება. მასიმოს თეატრის კარგად ჩანს აქედან და უკანა ნაწილი რამხელა. წინიდან რო უყურებ ვერ აღიქვა, მაგრამ რეალურად რავი.
როგორ მოიღრუბლა და როგორ უხდება ამ ქანდაკებებს ღრუბელი. კათედრალიდან დაახლოებით 5 წუთი უნდა ვილაბონანამდე, აი იმ პალმებით სავსე ბაღამდე და იქიდან გზას გადმოყვეთ თუ არა, მოდიხარ ნორმანების სასახლესთან. გაგიჟა თუ შეყუშები. არა ტურისტული პალერმო. შედარებით ძველი თუ რავი მოუწესრიგებელი უბნებია. პალერმოში ხო არის რამდენიმე ბაზარი. კაპოში ვიყავით, უიჩირიაში ვიყავით და ეხლა ბალაროში გვინდა რომ წავიდეთ და მთავარ ქუჩას გადმოვუხვიეთ. რადიკალური განსხვავება. ვერ მიხვდები რომ აქედან 2 წუთის გზაზე გადაგიხარ ცენტრალურ ტურისტულ უბნებში, სადაც არის წესრიგი და სილამაზე. ბავშვები დადიან მოპედებით უჩაფხუტოთ, იქით რამდენიმე ქუჩის უკანას ვნახეთ ბავშვები. აქაც როგორც ჩანს არ კონტროლდება, ან რა ვიცი, არ ხდებათ პოლიცია, არა და შორს არ ვარ ტურისტული ცენტრიდან. ამ უბნებში ღამესიარული საშიში იქნება. ყველა სხვადასხვანაირი შემცველობა. ყველაფერი დაკეტილი დაგვრჩა და არც მარი შეღმძვრელი სუნი და გარემოა. მოკლედ ალბათ ყველაზე ცუდ დროს მოვედით ბალაროს ბაზარში. ყველაფერი ხო დაკეტილია, ნაგავს ხომია კაკაურობა და თვითონ უბნებიც, ქუჩებიც ძალიან ცუდია. ვერ შევადარებ კაპოს, მეკატო კაპოს. ახლა ის რო დაიკეტება, არც იქ იქნება სისუფთავე ალბათ, მაგრამ აქ ძალიან განსხვავებული გარემოა. რამდენი ღრმად შევისურვე ეცნობა. და წარმოიდგინე, ახლა Airbnb-ს რო ჯავშნი კარგ ფასად და გიხარია და მოდიხარ და ამ უბანში გაქვს სახლი. რო გათენდება ეგრევე მზე რო ამოვა, გახვალ და მზე, ანუ სანამ შუაღამი არ მოვა სახლში ვერ ახვა. ჩვენივრად უნდა დავასრულოთ დღევანდელი დღე. აკაური პასტა გვინდა და გაგვესინჯა. ესე იგი, მე ავიღე რა ავიღე არ ვიცი. აქ უშუალოდ წყლის პროდუქტების პასტები არ ქონდათ, მაგრამ ქონდათ რაღაც საფირმო აკაური ლოკალური პასტები და მე ავიღე პასტა, რომელიც პომიდრის საუსით არის და თაკომ აიღო განსხვავებული და გავსინჯავთ ორივე აკაური პასტებია. სახელების ვერ დავიმახსოვრე, ესეთია და დათომ აიღო აკაური კარბონარა, რაღაც ხვანაირად გეცდება. კოტემ დაიწყო შემწვარი კალმარის როლებით. იმედი ყველაფერი გემრიელი იქნება. დავგემოვნოთ. ასე ვასრულებ ჩვენს დღევანდელ დღეს. ჩემი პასტაც გემრიელი იყო, მაგრამ უფრო მსუბუქი იყო. თაკოს პასტა უფრო სპეციფიური იყო და შათოს კარბონარა იყო, არ ვიცი, რაღაც ჩვეულებრივ კარბონარას კიდე რაღაცები ჰქონდა დამატებული სხვანაირი და ძალიან გემრიელი იყო, ძალიან არომატული. მეც გავუსინჯე. ეს არის კალმარის როლები და ესენი ძალიან გემრიელია. პალერმოს დატოვების დროა, რამდენიმე საათში გვაქვს ფრენა და ახლა გამოვიდეთ სასაუზმოდ. ერთ ეკლესიაში მინდა შევიდე წასვლამდე, რომელიც პირველ საათამდე არის მხოლოდ ღია. და თუ პირველი იქ არ მიხვედი, სხვა რაღაცეების ნახვის მერე ყოველთვის დაკეტილი ხდება. არანჩინას უმამრავი ვერსია აქვს. მე მაინც კლასიკური მიყვარს. ტკბილი არანჩინებით. ასე დაგვირგვინდება. ესე რომ დაიწყება დღე, მე ფრენაც კარგად ჩაეღეს. ჩემი პერსონალური მიმტანი. ასე გამოიყურება ჩვენი ძვირფასი საუზმე. აი ამ ხელკანოს ნამდვილად ვერ მოვერე. რა, მაგაზე დიდი. მასიმას თეატრიდან პირდაპირ გამოყვები ვიამაქვედას ქუჩას, აი რესტორნებით და კაფეებით სავსე ქუჩას, პირდაპირ გამოდიხარ კვადროგანტიზე. ეს არის ორი მთავარი ქუჩის კვეთაზე, ეს ვიამაქვედა და მეორე ვიტორიო ემანუელე. 4 კედელი დგას, რომელიც ერთმანეთს უყურებს სახით. აქ აურობას თეატრო დელ სოლეს, ანუ მზის თეატრსაც ეძახიან.
რადგან დღის მანძილზე ამ 4 კუთხიდან ერთი მაინც ყოველთვის განათებულია. ეს არის სანახევროდ განათებული. აკეთა-კედელი მთლიანად განათებულია. ერთმანეთის ქვეშ არის სართულებად ეს ქანდაკებები, სულ ზემოთ არის წმინდანები, შუაში არის მეფეების ქანდაკებები და სულ ქვემოთ არის უკვე სეზონის ქანდაკებები. Fammi vedere che siamo fammi tornare proprio qui dove nessuno può farmi male. E mi dimentico di esistere, di essere terrestre. ეს ქალი მახსოვს ძალიან საყვარელია და ძალიან ლამაზი. პირველად რო ვიყავი პალერმოში, აი ამ შენობის უკან მოედანზე ეკლესიის წინ უკრავდა და მღეროდა. კვადროგანტიდან აქვე პირდაპირ გამოდიხარ პრეტორიის შადრევანზე, რომელიც ეხლა შეფუთულია. აკეთებენ. ეს არის მე-16 საუკუნის შადრევანი, რომელიც შეიქმნა ფლორენციაში და პალერმოში მერე გადმოიტანეს აქ პრეტორიის მოედანზე. პრეტორიის მოედანს ადრე თურმე პიეცა დე ლა ვერგონიას, ანუ სირცხვილის მოედანსაც ეძახდნენ ქანდაკებების ნაწილობრივი სიშიშვის გამო. იქით იყო კვადროგანტი, ეს არის პრეტორიის შადრევანი და იქით გადიხარ მერე მთავარ ეკლესიასთან. აქ არის ორი ეკლესია, გვერდ, კიეზა დე ლა მარტორანა და გვერდით სან კატალდო. €2 ბილეთი. აი ეს ძალიან კარგი არსებაა. როგორც წავიკითხე, აი ზემოთ გუმბათზე, თაღებზე და ზედა კედლებზე ეს მოზაიკები არის ბიზანტიური და სიცილიაში თურმე უძველესად ითვლება. აი აქ ცენტრალურ ნაწილში მთავარი აქცენტი გაკეთებულია ქრისტეზე, რომელიც გარშემორტყმულია მოციქულებით, მთავარანგელოზებით, წინასწარმეტყველებით და წმინდანებით. მარტორანიდან რომ გამოდიხარ, პირდაპირ არის გვერდით სან კატალდოს ეკლესია, რომელიც ძალიან საინტერესო და გამორჩეულია ეს თავისი გუმბათით. აი ეს წითელი გუმბათი თორცდები ახასიათებს ნორმანდიული მმართველობის პერიოდს. არაბული არქიტექტურული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია და ესეთ დამახასიათებელი წითელი გუმბათები ქონდა ხოლმე ასეთ შენობებს. სიცილია მაინც ძალიან განსაკუთრებულია, არ ვიცი, იტალიაში რაც მინახავს, ვერაფერს ვერ შევადარებ, არაფერს არ გავს. გავს მარტო თავისი კულტურით, თავისი საჭმლით, თავისი ბუნებით, თავისი შენობებით. ეტყობა სხვა კულტურების გავლენა დღემდე. ხალხი ძალიან განსხვავდება ხასიათით, ცხოვრების სტილით, არ ვიცი, ქცევებით. დასრულდა მოკლედ ჩემი სიცილიური მოგზაურობა, ჩემი პალერმოს თავგადასავალი და დროა გავეშურო რომისკენ და მერე დაუბრუნდე საქართველოში. ასე რომ დიდი მადლობა ვინც მიყურეთ. ნახვამდის.